მოდით გაშლა ვნახოთ ახლა მეგობრებო, შევფიქრეთ თქვენი თავი, თქვენი პარტნიორი და დიალოგი იქნებოდა ახლა თქვენ შორის. თქვენი დიალოგი ვნახოთ უბრალოდ. რის თქმა გინდა თქვენ მისთვის და მას რისი თქმა უნდა თქვენთვის. ყველა შემთხვევაში ემთხვევა ეს გაშლა თუ არ ემთხვევა, ლაიკები არ დაგეზაროთ, მოწონებები, კომენტარები, გაზიარებები, თქვენი ყველა ჩადებული ენერგიისთვის მადლობა. თუ ეს არ ემთხვევა, გადმოდით ჩემ გვერდზე და სხვა გაშლებს უყურეთ, არჩიეთ, გამოიწერეთ ორივე გვერდი, TikTok-იც, YouTube-იც. პირადი გაშლებისთვის პირადში მომწერეთ. წავედით, ახლა გავიგოთ ვინ არის თქვენი პარტნიორი, იმისთვის რომ მიხსოვთ რამდენად თქვენი გაშლა ამ შემთხვევაში. მსხვერპლიაო მიმიჩვენებენ, დაკიდებულია სიტუაცია, გაშიშებულია, ურთიერთობაში არაფერი არ ხდება, შესაძლებელია ნაწილისთვის იყოს ასე რომ რაღაცა რეაბილიტაციას გადის, წევს, ვერ მოქმედებს, უბრალოდ ფიზიკურ დონეზე არ შეუძლია რომ იმოქმედოს. აქედან გამომდინარე რაღაცნაირად დაპაუზებული ვით არის თქვენი ურთიერთობა, არაფერი არ ხდება, მისი მოძრაობა არ ხდება ქმედების დონეზე თქვენთან მიმართებაში. ადამიანი თავს თulis რაღაცნაირად მსხვერპლად თავს ამ ურთიერთობაში გაშიშებულია, არ მოქმედებს, რატო? რაღაცა ნგრევა მოხდაო. მე-16 მაღალი არკანით ეს შეიძლება იყოს სწორედ ის, რაც მე გითხარით უკვე რომ ფიზიკურ დონეზე მაღალი არკანები ორივე ამოდის, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია მის ცხოვრებაში და კონკრეტულად ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემატიკაა თქვენთვის, რასაც ამ გაშლას წააწყდით და უყურებთ, ასე ვიტყოდი. შესაძლებელია რაღაც ნაწილისთვის მომდის ინფორმაცია და გეტყვით ყველასთვის, იმიტომ რომ საერთო გაშლაში ყველას თავის დეტალები აქვს და სხვადასხვა დეტალებს აღნიშნავ ხოლმე, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. სწორედ შეიძლება მოხდა რაღაცა გაუთვალისწინებელი ავარია, რაღაცნაირი ნგრევა მისი ფიზიკურ დონეზე. ეს შეიძლება იყოს ფიზიკურ დონეზე, კიდევ ვიმეორებ, რაღაცნაირი მოტეხილობა, ოპერაცია, რაღაცა რეაბილიტაციის მდგომარეობა, რაშიც ის ადამიანი ახლა თავის თავს მსხვერპლად გრძნობს და ვერ მოქმედებს, ვერ ინძრევა ფიზიკურ დონეზე, ასეთი ნაწილი იქნება ის რომ თქვენ ურთიერთობაში ეს ადამიანი მსხვერპლად გრძნობს თავის თავს და ვერ ინძრევა, იმიტომ რომ რაღაცა ნგრევა მოხდა ურთიერთობის მაღალ დონეზე. მე-16 მაღალი არკანით ეს არის ყოველ შემთხვევაში მაღალი არკანი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ნგრევა არის. ნგრევა, რასაც საფუძველი არ ქონდა და დღეს თუ არა ხვალ დაინგრეოდა, კონფლიქტური სიტუაცია, მოდი ესე ვიტყოდი, სადაც მოწმენდილცაზე შეიძლება უეცრად მეხი გავარდა, უეცრად ამოტრიალდა ყველაფერი, ბედის ასე ვთქვათ, ერთგვარი სასჯელივით დღე გათენდა, სადაც რაღაცა ყველაფერი სრულიად შეიცვალა. ყველაფერი ამოტრიალდა, ნგრევა მოხდა უბრალოდ, ურთიერთობის კონფლიქტი, ეჭვიანობა, ამ კარტით შესაძლებელია რაღაც ნაწილისთვის, მცირე ნაწილი იქნება ძალიან, მაგრამ ამასაც ვიტყვი მე-16 მაღალი არკანით, რომ ადამიანმა გაიგულავა, ასე ვიტყოდი და გაშლა ორივე სქესისთვის არის, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილისთვის იქნება ეს მომენტი, რომ უბრალოდ სადღაც გაიგულავა და არ ვიცი, რაღაცა სერიოზულ ავადმყოფობას წააწყდა. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ თავდაუცველობიდან გამომდინარე მიღებული ავადმყოფობა, რაშიც ეს ადამიანი თავის მსხვერპლად გრძნობს და ვერც ამხელს და ვერც გეუბნებათ, რომ ამის გამო ვერ აქტიურობს და ვერ მოქმედებს თქვენთან მიმართებაში. ანუ რაღაცნაირი როგორ ქვია მაგას, რაღაცნაირი ავადმყოფობა, რომელიც ფიზიკური შეხებებით გადადის. დამიწერეთ კომენტარებში დამოწყდა ახლა ეგ სიტყვა, მაგრამ იმედია ხვდებით, თან ისე მინდა ვთქვა, რომ TikTok-მაც არ დაბლოკოს ამ სიტყვებზე გაშლა. ასეთი ნაწილი იქნება, ძალიან მცირე იქნება ეგ ნაწილი, მაგრამ ასეთიც იქნება, ვერც ამხელს და ვერც თავის თავს ძალიან და ადანაშაულებს, მოდი ესე ვიტყოდი და აი თავი აქვს ჩახრილი და მოყოფა არ უნდა ბალიშიდან, იმიტომ რომ სინდისი ქენჯნის, რომ ეს ყველაფერი მან გააკეთა და
ასე ვთქვათ, სასჯელიც მიიღო სამყაროსგან, რასაც ახლა შეიძლება მკურნალობის სახით გადის, რაღაცა რეაბილიტაციას გადის, ასე ვიტყოდი და რაღაცნაირად ამოტრიალებულია თქვენ შორის ურთიერთობა. თქვენ კიდევ გეხართ, მე სამიან ჟეზლით გაყურებთ მის მოლოდინში ხართ, როდის იაქტიურებს, როდის გამოჩნდება, როდის რას იმოქმედებს, ასე ვთქვათ, თქვენთან მიმართებაში. წარმოდგენილი ადამიანი პენტაკლის მეფეთ, ეს არის რესურსული ადამიანი შეიძლება წარმოადგენდეს მიწისტიქიას, თხის რქა, შეიძლება კურო ან ქალწულის ნიშანს წარმოადგენს, მაგრამ საერთო გაშლაში აუცილებელი არ არის, უბრალოდ შეიძლება კარგად გამოიმუშავებს თავის ფინანსებს, კარგად მუშაობს, კარგი სახელი აქვს, რაღაც თავის ბიზნესი აქვს, ფინანსები აქვს ყველა შემთხვევაში, როგორც მე ვიტყვი ხოლმე, ჯიბე გამოხეკილი და ასე ვთქვათ, გაღლეტილი ადამიანი ნამდვილად არ არის. მაგრამ აი მსხვერპლის როლშია ურთიერთობაში. რა სიტყვით ახლა თქვენ მას, ისე თქმა გინდათ, თუ ატყობთ რომ თქვენია ეგაშლა. მატყუებო, თქვენ ეტყოდით, რაღაცას მატყუებო, რაღაცაშია საქმეო, სადღაც გაიქეცი, გაიპარე და ზურგი მაქციეო, რაღაცნაირად მარტო დამტოვეო, რაშია საქმეო და რას გეტყოდათ ის ამაზე. ის გეტყოდათ რომ მე 18 მაღალი არკანი ამოდის მთვარე, ის გეტყოდათ რომ ემოციებით სავსე ვარ, ვიძირები ჩემ ემოციურ ფონში, ძალიან დასტრესილი ვარ, ასე ვთქვათ. აი ამ ჭაობში, ჩემი ფიქრების და ემოციების ჭაობში სულ უფრო და უფრო ვიძირები, რთულად არის ჩემი ემოციური ფონი. ისე რომ ვერ გადმოვცემ, ისე რომ შეიძლება ვერ გამიგო, მაგრამ ძალიან მძიმედ ვარო ადამიანი გეტყოდათ თქვენ, რას ეტყოდით ამასთან დაკავშირებით. მოწყენილი ვარ უშენოთო ეტყოდით 4-ით, არაფერი არ მიხარია, არავისთან გავლა არ მინდა, არაფრის კეთება არ მინდა, უშენოთ არაფერი არ მიხარია, აპათიურ მდგომარეობაში ვარ, გავშეშდი, არ ვიცი რას უნდა ველოდო, რას გეტყოდათ ამაზე ის? არ შემიძლია ახლა არაფრის თქმა და ახსნა, იმიტომ რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ ორი ახმლით, ჩემი ფიქრები მსხუდავენ, არ მაძლევენ გასაქანს და დავინახო ის რა უნდა შემოგთავაზო იმისთვის რომ ბედნიერი იყო, რა შემიძლია გავაკეთო შენთვის იმისთვის რომ რაღაცნაირად გაგრძნობინო თავი ბედნიერ მდგომარეობაში. თქვენ რას ეტყოდით? უბრალოდ აღვადგინოთ ურთიერთობა 6,000 თქვენ ეტყოდით. უბრალოდ ჩემ წარსულში ნუ დარჩები, იმიტომ რომ ჩვენ ურთიერთობის და შეხვედრების მომენტებს ვიხსენებ, ჩემთვის ძალიან ერთგული და ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ, ადამიანი, ვინც არ მინდა რომ დავკარგო ყველა წუთი და წამი ჩემი შენთან გატარებული, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და აი ამ ყველაფერს ყოველთვის ვიხსენებ, სულ მაგ ემოციებით ვსულდგმულობ, იმიტომ რომ ჩემთვის არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ურთიერთობა და ეს ემოციური ფონი წარსულში დარჩა და მინდა რომ აღვადგინოთ ურთიერთობა და მზად ვარ რომ აღვადგინო შენთან ურთიერთობა. ის რას გეტყოდათ? ბევრი პრობლემები მაქვს შვიდიან შეძლით გეტყოდათ, ვცდილობ ყველას გამომკლავდე, ყველაფერს მივხედო, მაგრამ ვიცი რომ ყველაფერს მოვერევი, მაგრამ ცოტა არ იყოს ეხლა ამ მომენტისთვის დრო და საშუალება არ მაქვს იმისი რომ ემოციურ ფონზე ვიზრუნო, იმიტომ რომ ცოტა ფინანსებში გაჭედილი ვარო, შეიძლება ესეც ნიშნავდეს 4-იან პენტაკლით, შეიძლება იმას ნიშნავდეს რომ არ მინდა ჩემი ემოციური ფონი გაგიზიარო, როგორი რთულია და დაგრუზო, ასე ვთქვათ, ამ ჩემი ემოციური ფონითო, რას ეტყოდით თქვენ მაგაზე? თქვენი პასუხი? პატარა ბავშვი ხო არა ვარო, გეტყოდით. მიუხედავად ხმლისა ყველაფერი მინდა გავიგო ეტყოდით, იმიტომ რომ პაშხმას ყველაფერი აინტერესებს, თავის თვალით უნდა იცოდეს რა ხდება გარშემო, ყველა სოციალურ ქსელში იქექებოდეს და ყველაფერს ხედავდეს რომ დარწმუნდეს ადამიანის ერთგულებაში და საეჭვო არაფერი არ არის. ყველაფერი მაინტერესებს და გამიზიარეო ეტყოდით, თორემ მე მაინც მოვქეკავ. დღეს იქნება თუ ხვალ ყველაფერს ამოვქეკავ და ვიპოვი რაშია საქმე, რას მატყუებ და რას მიმალავ. რას გეტყოდათ? გეტყოდათ პასუხობთ ადამიანის სულ მაღალი არკანებით. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია მისთვის, კონკრეტულად ამ ადამიანისთვის ძალიან სერიოზულ ზეწოლაშია, ფსიქოლოგიურში ამას გეტყვით. გეტყოდათ რომ ყველაფერი ვიცი ჩემ ხელშიაო,
მაგი ვარო, ძალიან ძლიერი ვარო და მე ყველაფერს გადავლახავ და შევძლებდა მაცადეო, დრო მჭირდება იმისთვის, რომ ავარჩიო რა დროის და საშუალების შესაბამისად როგორ ვიმოქმედო შენთან მიმართებაშიო. რჩევა თქვენთვის 10-იან პენტაკლი. დაელოდეთ ეს ადამიანი თქვენი ოჯახური სტაბილურობის მომტანია, ძალიან კარგი პერსპექტივა გაქვთ უმეტესობისთვის. რაღაც ერთი ეტაპი